30-ში ჩვენ ჩაგვბარდა მერის განკარგულება, ბრძანება, სადაც ჩამოთვლილი იყო მუხლები, რომელ განყოფილებაში, რომელ სამსახურში რა უქმდება, რა რჩება. და იქ შავი ტექსტზე ეწერა, რომ სპორტის განყოფილება რჩება და 2/3 პირველი პოზიციიდან, ასე ვთქვათ, მთავარი სპეციალისტის პოზიციიდან უნდა დარჩეს ერთი, რომელიც აირჩევა უნარჩვევების, გამოცდილების, განათლების მიხედვით. ჩვენ ახლა ჩაგვაბარებინეს მთელი მე ამ ხელა არზები ჩავაბარე, იცით თქვენ ჩემი გამოცდილება. ჩავაბარე არზები, რომ მე ახლა ჩემ პოზიციაზე, რასაც ვიკავებ დღემდე და ჯერჯერობით 15-მდე, 15 აგვისტომდე ვარ, უნდა ეს პოზიცია დავიკავო. უნდა ვთქვი, რომ რა ვიცი მე, იმედი მქონდა, რომ გადაარჩევდნენ სამართლიანად. ამასთან მე მაქვს დაწერილი მერის სახელზე წერილი, სადაც ერთ-ერთ თანამშრომელს და ეხლა უკვე აღარ არის დასამალი, ჩემი სამსახურისვე უფროს, არა განყოფილების, არამედ სამსახურის უფროს, ლობინგში ვდებლალს და დასაბუთებული მაქვს ფაქტებით. იმიტომ რომ ეს არის ვასილ ბალახაძე, მოგეხსენებათ, ვასილ ბალახაძე არის, რომლის უკანონო წიგნის დაბეჭდვაზე მე მქონდა მასთანვე კონფლიქტი, მაგრამ ეს წიგნი მაინც დაიბეჭდა, ეს სხვა თემა არის, მაგრამ შემდგომ თუ გაინტერესებთ, მე განვიხილოთ. გუშინ საღამოს მიიღეს ესეთი გადაწყვეტილება, რომ არა სპორტულ ქალაქში, სპორტის განყოფილება მთლიანად უნდა გაეუქმებინათ და დღეს საკრებულო მიიღო, რა თქმა უნდა, არაფერი არავინ არ კითხა, რას როგორ გააკეთებდა, ანუ გადააგზავნეს და მიიღო და გაუქმდა ჩვენი განყოფილება. გაუქმდა ჩვენი განყოფილება, სამსახურის გარშემო რჩები მე, სოფლიო ჩემპიონი ჯემალ ჭედლიშვილი სპორტულ ქალაქში და კიდევ ერთი ძალიან კარგი ბიჭი კახაბერ ფინდიშვილი. ვფიქრობ, მათ აწონდაწონეს ის, რომ ჩემთან სამართლებრივად დავის არანაირი შანსი არ ქონდა, თუ მე გამომიშვებდნენ სამსახურიდან. არანაირად, იმიტომ რომ ყველანაირად მე მაქვს ის გამოცდილებაც, ის განათლებაც და საქმეებიც გაკეთებული, რომ ჩემი გამოშვება უბრალოდ ძალიან რთული იქნებოდა მათთვის სასამართლოში და გადაწყვიტეს, რომ მხილებელი ესე უმტკივნეულოდ მთლიანად განყოფილების გაუქმებით გაეშოთ სამსახურით. აი ესე. მაგრამ მე ახლა გაჩერებას არ ვაპირებ, უბრალოდ დავლაგდები, მოვიფიქრებ რა შეიძლება გაკეთდეს და აუცილებლად ვაპირებ ბრძოლას. და ამიხსნან, როგორ გახდა საჭირო დამატებითად 2 შტატის გაუქმება მერიაში. ისიც სპორტულ ქალაქში სპორტის განყოფილება. წარმოგიდგენიათ, იაზრებთ სპორტის ქალაქში სპორტის განყოფილება გააუქმეს და შეუთავსეს ვასილ ბალახაძეს. წარმოგიდგენიათ? რომელიც აი აქვე მუშაობს არაკანონიერად. და ეს ყველაფერი გაგზავნილი არის აუდიტში, რომ იწოდეთ და ანტიკორუფციულს გაიგზავნება ყველაფერი.